მოგესალმებით, სულ რამდენიმე დღის წინ გორში გაიმართა ტექნოპარკის პრეზენტაცია, რის შედეგადაც ამ იდეის ავტორებთან პირადი და ასევე Facebook გვერდის გამოყენებით არაერთი კითხვა ისმევა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იმუშავებს ეს დაწესებულება, რას ითვალისწინებს, მიზანი რა არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ ტექნოპარკის პროგრამის ხელმძღვანელთან ოთარ კვირიკაშვილთან ერთად მოვამზადოთ ეს პოდკასტი და ყველა იმ საინტერესო საკითხს გავცეთ პასუხი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი მისამართით გაჟღერდა და უპასუხოთ და განმარტოთ ის ძირითადი თემები, რასაც ახალი წლიდან უნდა ელოდონ დაინტერესებული პირები. ოთო, მოდი დავიწყოთ პირდაპირ, თავიდან მოდი რომ ავუხსნათ უფრო კარგად მაყურებელს, რა იყო ამ იდეის მთავარი საფუძველი, რას ითვალისწინებს, მიზანი რა არის და ზოგადად რას მოიცავს ეს ტექნოპარკი. ტექნოპარკის შექმნა, ჩამოყალიბება ზოგადად აი ამ ეკოსისტემის შექმნა და იმ სახით, რა სახითაც ეხლა ტექნოპარკი წარმოდგენა ამ ყველაფრის განაპირობა ცხადია ხელოვნური ინტელექტის ესე სწრაფმა განვითარებამ და სწრაფმა შემოსვლამ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში, თითოეულ სფეროში და თითოეულ სეგმენტში საზოგადოების. სწორედ ამიტომ ჩვენ პროაქტიულად ვეცადეთ, რომ ყოფილიყავით ძალიან მოქნილები და ძალიან სწრაფები იმ ახალ გამოწვევებთან და ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, რასაც დღევანდელი სამყარო გვიყენებს და ეს არის ის ახალი სამყაროს კონცეფცია, ახალი სამყაროს არქიტექტურა, რაც მთლიანად შეცვლის მსოფლიო წესრიგს. ეხლა შეიძლება ადამიანები ხშირად ვიმეორებ ამას, შეიძლება ადამიანები ამ ყველაფერს ვერ ამჩნევენ. შეიძლება ეს ყველაფერი ჯერჯერობით ისე ხალხს გონია, რომ რაღაცა ძველი დინებით მიდის და იმ ძველი წესებით და მეთოდებით შეძლებენ ფონს გასვლას, თუმცა აბსოლუტურად სხვა რეალობა გველოდება და მაქსიმუმ 1-2 წელიწადში თითოეული ადამიანი, თითოეული ორგანიზაცია, კომპანია, ბიზნესი იქნება, ეს სასწავლო დაწესებულებები იქნება, ეს ხალხი საკუთარ თავზე გამოცდის რამხელა ცვლილებების წინაშე აღმოჩნდება. სწორედ ამიტომ ტექნოპარკმა ვეცადეთ, რომ არა მარტო ერთი კონკრეტული მიმართულებით წავსულიყავით, შეგვექმნა ეკოსისტემა, ხუთგანზომილებიანი ეკოსისტემა. ესიც შეიძლება ითქვას, რომ უნიკალური არის ეს. კი ბატონო, ხუთგანზომილებიანი ეკოსისტემა, რაც არის უპრეცედენტო, არა მარტო რეგიონში, არამედ ქვეყნის მასშტაბითაც. და ეს ხუთი განზომილებიანი ეკოსისტემა ეხლა როგორ ავსებს ერთმანეთს და რა კუთხით ეხმარება კომპანიებს, ბიზნესებს, ადამიანებს, უბრალოდ რა ვიცი, ნებისმიერ სეგმენტში დასაქმებულ ადამიანს ეხლა ავხსნი. ეს ხუთგანზომილებიანი ეკოსისტემა მოიცავს როგორც განათლებას, ისე AI ავტომატიზაციას, მარკეტინგს, PR-ს და პროდაქშენს და კიბერუსაფრთხოებას. ეხლა ეს რატოა მნიშვნელოვანი და რატო დავალაგეთ ეს ყველაფერი ესე რატო შევფუთეთ რაღაცა ერთი ფანჯრის პრინციპით და ერთ პაკეტში ამას ავხსნი. დღესდღეობით კომპანიები არიან უკვე საქართველოშიც დაიწყო უკვე ეს პროცესი, დასავლეთში განსაკუთრებულად დაჩქარებულ ტემპში მიდის და ბუმია ამ ყველაფრის. AI ავტომატიზაციის კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, პროცესების გამარტივების, პროცესების ავტომატიზაციის და მოკლედ ნაკლები დანახარჯებით, მეტი ეფექტის მიღების, დროის დაზოგვის და ასე შემდეგ. როდესაც შენ კომპანიას ეხმარები AI ავტომატიზაციის დანერგვაში და ავხსნი ეს როგორ წაადგება კომპანიას და რამხელა ბენეფიტებს აძლევს, ამ კომპანიას ასევე სჭირდება გადამზადებული კადრები. იმისაც, რომ ელემენტარულად მართონ სისტემები. ან როდესაც შენ კომპანიას ეთანამშრომლები თუნდაც PR-ის, მარკეტინგის მიმართულებით, პროდაქშენის მიმართულებით, კომპანიას აქაც სჭირდება გადამზადებული თანამშრომლები, რომ მართოს. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმის, რომ ჩვენი განათლების
მიმართულება შეგვექმნა და გვემუშავებინა, ეს განათლების მიმართულებაც სწორედ ამაზეა ძირითადად მორგებული მომავლის ტექნოლოგიებზე. თითქმის ყველა ძირითადი კომპონენტი გვაქვს ათვისებული განათლების მიმართულებით, რაც მაგალითად მომდევნო წლებში იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნებისმიერი სფეროსთვის. PR-ი ვახსენე, პროდაქშენი ვახსენე, მარკეტინგი ვახსენე, რაც კომპანიებს სჭირდებათ, რა თქმა უნდა სჭირდება კომპანიას, როდესაც ავტომატიზაციას უკეთებ, კომპანიას სჭირდება მერე თანამედროვე ციფრული მარკეტინგი, რასაც ეძახიან აი ტარგეტირებული მარკეტინგი, რომელიც აქაც ის მიმართულება და ის ხაზი გვექნება არჩეული, რომ მაგალითად ნაკლები დანახარჯებით მეტი ეფექტი და მეტი სარგებელი მიიღოს კომპანიამ და ბოლოს აი დავასრულებ ბოლოს ამ ყველაფერს, როდესაც შენ უკვე ხარ შემდგარი კომპანია და შემდგარი ორგანიზაცია, საბოლოო ჯამში გჭირდება ძლიერი კიბერთავდაცვა. რადგან დღესდღეობით ყველაზე მოწყვლადები, ყველაზე თავდასხმის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია კიბერ ასე ვთქვათ, კრიმინალი ჰაკერებისგან და კიბერჯგუფებისგან, სხვადასხვა კიბერჯგუფები და ისგან არიან მცირე და საშუალო ბიზნესი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესს ზოგადად ხშირად არ გააჩნია ხოლმე ისეთი თავდაცვითი ზღუდები არ აქვთ აშენებული კიბერთავდაცვითი მიმართულებები, როგორც მაგალითად სახელმწიფოებს, როგორც მაგალითად კრიტიკული ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ და ჰაკერებიც სადაც სისუსტეა და სადაც მოწყვლადობა სწორედ იმას ურტყავენ. ჩვენ კი ამ მიმართულებით კომპანიებს ვთავაზობთ, რომ აი სრულ ეკოსისტემას გიშენებთ, დაწყებული განათლებიდან დამთავრებული კიბერთავდაცვით, გიშენებთ რაღაცა რო წარმოვიდგინოთ სასახლეს და ვიცავთ ამ სასახლეს. დადექი და აკეთე უკვე შენი საქმე ამ ყველაფერში. აი აქვე ჩაგეკითხები, ვიდრე გადავალ შემდეგ საკითხზე, თუ ავტომატიზაცია ახსენე, ხო? უფრო გასაგები რომ იყოს მაყურებლისთვის, რას მოიცავს ეს ავტომატიზაცია და ძირითადი ნიშა აი ამ ეკოსისტემის არის ხელოვნური ინტელექტი. ანუ ყველა მიმართულებას თან ახლავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება, პროდაქშენი იქნება, PR იქნება, მარკეტინგი იქნება, კიბერთავდაცვა, ანუ ყველაფერში ჩარდებული არის AI ხელსაწყო, ხო? ასე ქმნით და სთავაზობთ მომხმარებელს. მაგრამ აი ეს ავტომატიზაცია შეიძლება ბევრისთვის იყოს გაურკვეველი, რას გულისხმობს. აი თუნდაც იმ პატარა კომპანიების, პატარა საწარმოსთვის, რომელიც ახლა დაინტერესებულია, რომელიც გვიყურებს, რას ნიშნავს AI ავტომატიზაცია? მოკლედ, ძალიან მარტივად რო გავამარტივოთ და გასაგებენაზე ახსნათ, დასრულდა ის დრო, როდესაც რაღაცა ჩვეულებრივი ჩატბოტები ქონდათ კომპანიებს ჩაშინებული და ეს ჩატბოტები პასუხობდნენ რაღაცა ბანალურ კითხვებზე, რაღაც მარტივ შეკითხვებზე, მაგალითად რომელიც საათზე იხსნება კომპანია თუ ასე. წავიდა ეხლა აგენტურული სისტემები, მოვიდა აგენტურული სისტემების დრო. როდესაც AI აგენტები შენ კომპანიაზე მორგებული სპეციალიზირებული AI აგენტები მუშაობენ შენთვის. ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის ციფრული თანამშრომელი. და ეხლა კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, აი წარმოვიდგინოთ რაღაცა მაგალითად სტომატოლოგიური კლინიკა, სილამაზის სალონი, სასტუმრო რესტორანი, ან რაღაცა პატარა საოჯახო ტიპის სასტუმრო რესტორანი, ნებისმიერი ბიზნესი, რაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სადაც შეიძლება ბიზნესს ადამიანებთან და საზოგადოებასთან სჭირდებოდეს კომუნიკაცია. ამ შემთხვევაში მაგალითად ერთი გაშვებული ზარი დღეში. წარმოვიდგინოთ, რომ დღეში ამ ერთი გაშვებული ზარით ან ორი გაშვებული ზარით შენ დაკარგე ერთი კლიენტი, 100 ლარიანი კლიენტი. ანუ ზარს არ უპასუხე იმ მომენტში შესაძლოა იყოს გვიან. შეიძლება გავიდეს 6 საათის შემდეგ შენი სოციალური მედიის მენეჯერი ადგეს სახლში, წავიდეს სახლიდან აღარ უპასუხოს. ან მეორე დღეს მოვიდეს და ვერ დაინახოს სარგებელი მონაწერში, რასაც ძალიან კარგად ხედავს ხელოვნური ინტელექტი და ფსიქოლოგიურ პორტრეტებსაც აკეთებს ამ ადამიანების და რამდენად მსყიდველთურნარიანი ან არ არის ამასაც გიმუშავებს. შეიძლება ამ სოციალურმა მედიის წარმოშენმა მენეჯერმა ვერ შეძლოს ამის გაანალიზება, დანახვა, ან გვიან უპასუხოს და ასე შემდეგ და სტატისტიკის მიხედვით დრო არ ნაპასუხები ზარები და ეს ყველაფერი ძალიან დიდ პროცენტზეა, ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ რაღაც 50-60%-ზე ადის ესეთი შემთხვევები. გაცილებით მეტია ვიდრე ერთი შემთხვევა დღეში, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ დღეში დაკარგა
ნებისმიერმა ბიზნესმა 100 ლარი აი ამ თავისი მოუწესრიგებელი სოციალური მედიის გამო. დღეში 100 ლარი თვის ჭრილში არის 3000 ლარი. წლის განმავლობაში გამოდის 36000 ლარი. იმის გამო რომ ჩვენ არ გვაქვს ეხლა ჩვენი ბიზნესი გადაწყობილი AI ავტომატიზაციის მიმართულებით და არ ვიყენებთ ჭკვიან AI აგენტებს და ანუ ციფრულ თანამშრომლებს, რეალურად ერთი ხომ ხარჯავთ ფულს სოციალური მედიის მენეჯერის ხელფასზე, ეს იქით იყოს და ირიბი დანაკარგი ჩვენი კომპანიისთვის გამოდის სადღაც 36000 ლარი, უბრალოდ იმის გამო რომ ჩვენ ვერ გადავეწყეთ თანამედროვე ციფრულ სისტემებს. ეს ერთი შემთხვევა ვახსენე, ერთი კომპონენტი, ერთი AI აგენტის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება შეიძლება ავიღოთ, რომ CRM სისტემების დანერგვა კომპანიაში, რას ნიშნავს ესეც განმარტოთ? ეს ნიშნავს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას, რომელიც ინახავს წყლობით სტატისტიკურ მონაცემებს, ამ შემდეგ კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ ამ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ამ მომხმარებელთა ბაზებზე დაყრდნობით, მონაცემებზე დაყრდნობით, შენ უკვე ძალიან კარგად წარმართავ ერთი რომ AI აგენტი, რომელიც ერთხელ გიგროვებს და გეხმარება ამ სისტემების და ამ ბაზების შექმნაში, მეორე მხრივ უკვე ძალიან კარგად წარმართავ მარკეტინგულ კამპანიებს. ნუ ამის გარეშე თუ შენ არ გექნება მონაცემები, ვერც მარკეტინგულ კამპანიას დაგეგმო. ძალიან სწორად წარმართავ მარკეტინგულ კამპანიას, ძალიან სწორად წარმართავ უკვე PR-ის მიმართულებას, ძალიან სწორად წარმართავ შენ პროდაქშენის მიმართულებას. რაშიც მინდა გამოვყო, რომ ჩვენი გუნდი არის ამ მიმართულებით ძალიან ძლიერი, იმიტომ რომ რა მიმართულებებიც ავიღეთ ჩვენ და რა კომპონენტებისგანაც შევქმნით ეს ჩვენი ხუთგანზომილებიანი ეკოსისტემა, ვეცადეთ რომ იმ კომპონენტებში ყველაზე კარგი პროფესიონალები ყოლოდა თითოეულ კომპონენტში. მოდი აქვე ჩაგეკითხები. ასევე შესაძლებელია რომ ეხლა ვინც გვისმენს თქვას რომ ეს ხომ მე დაყენებული მაქვს ჩემ რაღაც სოციალურ მედიაში ავტომატურად პასუხობს მესიჯებს, გულისხმობ ჩატბოტებს, ხო? დიდი ხნის განმავლობაში უკვე აქტიურად პასუხობს ჩემს ნაცვლად, ჩემი თანამშრომლის ნაცვლად ჩატბოტი იმ ადამიანს, ვინც Facebook-ზე მაგალითად წერს, რომ კომპანიას კითხვას უსვამს და ავტომატურად პასუხობს. ანუ აი ეს რითი განსხვავდება იმ AI ავტომატიზაციისგან, რაც უკვე 2-3 წელია დასავლეთში, განსაკუთრებით დასავლურ კომპანიებში წარსულს ჩაბარდა ტრადიციული ჩატბოტების ეპოქა. გადავედით აგენტურულ ჩატბოტებზე. აგენტურული ჩატბოტი ძალიან მარტივად ახსენეთ. წეგან რას აკეთებს? აგენტურული ჩატბოტი ერთ მხრივ ესაუბრება არის ჩვეულებრივი ციფრული თანამშრომელი. ერთ მხრივ ესაუბრება პოტენციურ კლიენტს შენს მაგივრად, როდესაც შენ მაგალითად გძინავს და შეიძლება სასაათო სხვადასხვა სარტყელში იყოთ. ერთ მხრივ ესაუბრება შენს მაგივრად, ადგენს რამდენად პოტენციურად მყიდველია თუ არ არის მყიდველი, თუ შენი მომხმარებელი იქნება თუ არ იქნება. ერთ მხრივ შენ მაგალითად მენეჯერი ხარ თუ დირექტორი ხარ, გიგზავნის მესიჯს და გიგზავნის ამის ფსიქოტიპს. მეორე მხრივ ეძებს კალენდარში თავისუფალ ადგილებს და შენს მაგივრად ჯავშნის მის ვიზიტებს, რაც წეგან რაც ვახსენე, ანუ დაკარგული კლიენტების რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანს, იმიტომ რომ როდესაც შენ ესეთი კლიენტები აღარ გაგექცევა და მარტივად მოგიწესრიგებს კალენდარს და მარტივად გაუკეთებს მენეჯმენტს. ანუ ის წინასწარ არის აღჭურვილი ამ ინფორმაციული ბაზით, ხო, ყველაფერი. კი ბატონო, იმიტომ რომ ის არის ზუსტად შენს კომპანიაზე სპეციალიზირებული და შენს კომპანიაზე მორგებული, ის არის დასწავლილი სწორედ შენი მიმართულებით, შენს როგორი ეთანამშრომლობს კლიენტებს ზუსტად შენი კომპანიის ღირებულებებით, შენი კომპანიის მოთხოვნებით და შენი კომპანიის რაღაცა ინსტიტუციური მეხსიერებით თავიდან ბოლომდე. წეგან ვახსენე პროფესიონალები და კიბერუსაფრთხოების მიმართულებითაც ფაქტიურად არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიაში თითქმის
ყველაზე საუკეთესო ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფებთან თანამშრომლობთ, შემდგარ ჯგუფთან, რომელიც ფაქტიურად ასევე მინიმუმამდე დაიყვანს იმ რისკებს და იმ გამოწვევებს კომპანიებისთვის, რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან როდესაც კომპანია უკვე შედის ციფრულ სამყაროში და ეს გარდაუვალეა, ნებისმიერი კომპანია დღეს იქნება, ხვალე იქნება, დღეს შეიძლება სურვილი არ ქონდეს და ისე უნდოდეს კომპანიას, რომ პასტა ფურცლით წეროს და პასტა ფურცლით აკეთოს მაგალითად კომპანიის საქმიანობა ან ძველებურად რაღაცა Excel-ში აკეთოს. სამწუხაროდ დღემდე ასე მუშაობს უმრავლესობა. მაგრამ დაუდგებათ ის მომენტი ნებისმიერ კომპანიას, რომ შევიდნენ ციფრულ სამყაროში, იმიტომ რომ თუ შენ არ შეხვალ ციფრულ სამყაროში და თუ შენ არ დანერგავ შენს კომპანიაში AI მიმართულებებს და AI ავტომატიზაციის მიმართულებით თუ არ გადაეწყობი, მოვა დრო და ძალიან მალე, რამდენიმე თვეში ჩაგანაცვლებენ ის კომპანიები, რომელიც შეიძლება დღეს არანაირი რესურსით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა მათ დაინახონ ხედვა, დაინახონ თანამედროვე ტექნოლოგიების ძალა და ეს ძალა გამოიყენონ იმისათვის, რომ აბსოლუტურად გააქრონ ძველი წესრიგი ბიზნეს სამყაროში. სწორედ ამიტომ, როდესაც კომპანია ადრე თუ კვიან მაინც შევა ციფრულ სამყაროში, მას აუცილებლად დასჭირდება კიბერ თავდაცვითი კომპონენტი და ამ მიმართულებითაც ჩვენ ავირჩიეთ თანამშრომლობა არა ვიღაც დამწყებ ჯგუფებთან და დამწყებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებთან, არამედ ყველაზე ძლიერ და ყველაზე გამორჩეულ ჯგუფთან, რომელიც თავიდან ბოლომდე იაზრებს არა მხოლოდ რაღაცა ვიწრო კიბერთავდაცვით მიმართულებას, არამედ მთლიან სურათს და მთლიან არქიტექტურას, რაც ამ სამყაროში, კიბერმიმართულებაში და რაც ამ სფეროში ხდება, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან მეამაყება, რომ აი ესეთი რაღაცა კავშირი შევქმნით და ხიდი გავაკეთეთ ჩვენ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ახლა განათლების მიმართულებას. ანუ რომ დავაზუსტოთ, ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომ ერთი რომ ამ AI ავტომატიზაციას დანერგავთ მაგალითად ბიზნესში, კომპანიებში, სხვადასხვა დაწესებულებაში, ამას სჭირდება გადამზადებული კადრი, ვინც ეს ყველაფერი უნდა მართოს. ამას სჭირდება არა მარტო ბიზნესში გადამზადებული კადრი, ზოგადად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ახალ სამყაროში შესასვლელად წარმოვიდგინოთ რაღაცა პორტალი, ეს პორტალი ძალიან ახლოს არის და სულ რამდენიმე თვის ამბავია, რომ ყველას მოგვიწევს ტალღასავით გადაგვივლის ხელოვნური ინტელექტი ახალ სამყაროში გადასასვლელად, ახალ სამყაროში შესასვლელად ჩვენ გვჭირდება განათლება, განვითარება, მომზადება იმ სამყაროსთვის, რომ შევძლოთ ნავიგაცია, ოპერირება ახალ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. რომ რაღაცა დაუცველები, გამოუცდელები, რაღაცა მოულოდნელობის წინაშე არ აღმოჩნდეთ. სწორედ ამიტომ ჩვენი განათლების მოდულიც წარმოადგენს აი ამ ახალ სამყაროში, ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მომზადებას. აქ არის მაგალითად ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე სფერო, არ ვიცი ახლა უნდა დავასპოილერო ხალხი თუ ვისაუბრო ამ მიმართულებაზე, ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე სფერო, ხელოვნური ინტელექტის, პროგრამირების, რობოტიკის, ელექტრონული კომერციის, კონტენტ კრეატორის მიმართულებით, რომელიც ფაქტიურად მოიცავს სრულყოფილ ნაკრებს იმისათვის, რომ ადამიანები ეს იქნება ადამიანი ბიზნესში, იქნება ადამიანი, იქნება ჯანდაცვაში, თუნდაც არ იყოს დასაქმებული, მას ის იქნება კონკურენტუნარიანი. კი ბატონო, ადამიანი იქნება სოფლის მეურნეობაში, მაგალითად ჩვენ ესე დაყოფილი გვაქვს სეგმენტებად ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი განათლებაში, რომელიც მოამზადებს და გადაამზადებს განათლების მუშაკებს, მასწავლებლებს, პედაგოგებს, უნივერსიტეტებს, წარმომადგენლებს. ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში, ხელოვნური ინტელექტი სოფლის მეურნეობა, აგროტექში ვახსენე, ჯანდაცვა ვახსენე, ხელოვნური ინტელექტი მოზარდებისთვის, ხელოვნური ინტელექტი მაგალითად მარკეტინგში და მოკლედ თითქმის ყველა ძირითადი მიმართულება ავირჩიეთ და სპეციალიზირებული სწავლების გეგმა შევიმუშავეთ, რატომ ახლა
ზოგადად ძალიან წარმოდგენა არის ისეთი, რომ აი ხელოვნური ინტელექტი არის ChatGPT და ხელოვნური ინტელექტი არის რაღაცა უბრალო საბაზისო უნარები. ძალიან კარგია თუ ეს დიდი ენობრივ მოდელებთან ადამიანებს შეხება აქვს. ChatGPT-ის იქნება ეს Claude, იქნება Gemini თუ ასე შემდეგ. მაგრამ თანამედროვე სამყარო უკვე გვიყენებს ძალიან ძლიერ მოთხოვნებს. უკვე აღარ არის საკმარისი შენ მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ენობრივი მოდელები, აი მაგალითად Gemini ეხლა ბოლო დროს ძალიან გაძლიერდა, დაიხვეწა, ძალიან ბევრი ხელსაწყო მიიბა, თითქოს აი ერთ ფანჯარაში მოაქცია ეს ყველაფერი, რომ ჩვენ მაგალითად თუ ვიყენებთ სიტყვაზე Gemini-ის AI Studios და ამ მათი კოლაბორაციით, აი ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია ნოუთბუქელებს და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია ადამიანს. თუმცა, Google-ის პროდუქტებზე ვლაპარაკობ და Google-ს ზოგადად ესეთი პოლიტიკა აქვს, რომ თითქმის ყველაფერს თავისი ერთი კოლგის ქვეშ აქცევს, მაგრამ ეს უკვე აღარ არის საკმარისი. შენ თუ სპეციალიზირებული არ ახარ შენი მიმართულებით აი ჯანდაცვაზე ვისაუბრებ. მოდი, არა მარტო ჯანდაცვაზე, მოდი რაც ახსენე ეს მიმართულებები უფრო ჩავშალოთ და ერთი მაგალითი მივუსადაგოთ, მაგალითად, რაში უნდა დაჭირდეს ჯანდაცვას ხელოვნური ინტელექტის ცოდნა, რაში უნდა დაჭირდეს პედაგოგს ან სკოლის დირექტორს, რაში უნდა დაჭირდეს ასევე ფერმერს, ხო, აი ამ სამ მიმართულებაზე გითხარი მოკლედ მაგალითები. ახალი სამყარო მოდის. ეს სამყარო იქნება ციფრული, ხელოვნური ინტელექტის ქოლგის ქვეშ მოქცეული. ჯანდაცვის სისტემები არის აი ამოუწურავი ოკეანე მაგალითად. აბსოლუტურად სხვა რეალობის წინაშე გვაყენებს და აბსოლუტურად ამ ტრადიციულ მიდგომებს ფაქტიურად უგულებელყოფს. ოღონდ ეხლა ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს რაღაცები და არ უნდა აგვერიოს. მხოლოდ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინტეგრაციით ჩვენ ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ თუ არ გაგაჩნია ცოდნა ტრადიციული მიდგომები, ტრადიციული ცოდნა, შენ არაფერი არ იქნები არც თანამედროვე სამყაროში. ყველაზე სწორი და მართებული მიდგომა არის, რომ ადამიანებმა შეძლონ იმ ძველ ცოდნაზე დააშენონ ხელოვნური ინტელექტი. აი როდესაც იძახიან ხოლმე, რომ გაქრებიან ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს, რობოტები ჩაგვანაცვლებს, არა, ესე არ მოხდება, პროფესიების ტრანსფორმაცია ხდება და მოხდება, ეს მოხდება, რა ვიცი, ბუღალტერიაში, სამართალმცოდნეობაში, ჯანდაცვაში, ტურიზმში, ყველგან, მაგრამ მედიაშიც ყველგან, მაგრამ ეს კი არ ჩაგანაცვლებს, ჩაგანაცვლებენ ის ადამიანები, ვინც ტრადიციულ ცოდნას დააშენებს ახალ სისტემებს, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებას კარგად ისწავლის, ამ უნარებს შეიძენს, რომ მარტივად შეძლოს ნავიგაცია ახალ ციფრულ სამყაროში და ამიტომ ნებისმიერ სფეროს, აი ახლა ჯანდაცვაზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ სფეროს დასჭირდება თანამედროვე მიდგომა და თანამედროვე სწავლება. სწორედ ამიტომ ვიძახი, რომ თანამედროვე მიდგომას, როდესაც შენ სისტემების დანერგვას იწყებ მენეჯმენტში, მაგალითად დიაგნოსტიკაში, მაგალითად კვლევებში, ჯანდაცვის მიმართულებით, აღარ ყოფნის უკვე შენ Gemini-ის ცოდნა, აღარ ყოფნის უკვე ნოუთბუქელების, ძალიან კარგია სასწავლებლად და რაღაცის დასწავლისთვის, მაგრამ ეს ზედაპირული მიდგომები აღარ ყოფნის და აღარ ვეღარ გამოგადგება, არ იქნები კონკურენტუნარიანი უბრალოდ და გაირიყები და ჩაიძირები, იმიტომ რომ ისეთივე მარტივად მოსახმარი გახდა უკვე ეხლა და მომავალშიც ასე იქნება. მაგალითად ეს დიდი ენობრივი მოდელები, ChatGPT, Gemini თუ ასე შემდეგ, როგორც მაგალითად ადრე ვიყენებდით კომპიუტერს და რაღაცა კომპიუტერის ჩართვა გამორთვა, ესეთივე გახდა. თითქმის გახდა ალბათ 90% დღეს საქართველოში ასეა და უკვე ეს კი ბატონო ტექნოლოგიური დემოკრატიზაციის მიმართულებით, რომ ადამიანებმა მასიურად შეძლონ ამ ყველაფრის გამოყენება, რასაც ტექნოლოგიური დემოკრატიზაციას ეძახიან, კი ბატონო, ძალიან გამოსადეგია, მაგრამ იმისაც, რომ შენ კონკურენტუნარიანი იყო შენს მიმართულებაში და პროფესიონალი იყო, ამას სჭირდება სიღრმისეული ცოდნა და სიღრმისეული გაგება. სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ მორგებული აი ეს ჩვენი კურსები.
თითოეული მიმართულებით ეს იქნება ჯანდაცვა, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ეს იქნება ბიზნესის მიმართულება. თუ არსად არ მუშაობს ადამიანი, თუ არსად საქმიანობს, თუმცა აცნობიერებს, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები და AI ხელსაწყოები თუ კი ეცოდინება, ის იქნება კონკურენტუნარიანი და მას უფრო გაუადვილდება სამსახურის ძებნა, ხო? და რაღაცა ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე ციფრულ სამყაროში. აი, ადამიანები, რომლებიც არსად არაფერს არ აკეთებენ, თუმცა ეხლა ამ კურსით დაინტერესდნენ. მათ თუ ექნებათ საშუალება და იქ თუ იქნება სპეციალური კურსი რიგითი დაინტერესებული პირებისთვის. კი ბატონო, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალა ძალიან ბევრი რამე. მათ შორის შეცვალა ბიზნესის დაწყების, აი ნებისმიერი სფეროს დაწყების სასტარტო პირობები. თუ აქამდე ადამიანს რაღაცა ბიზნესის დაწყება უნდა და განათლების მიღება უნდა და რა ნებისმიერ სფეროში შესვლა უნდა და სადღაც სასტარტო პირობები ჰქონდა ძალიან რთული. შეიძლება სადღაც სჭირდებოდა $1000, $10,000, შეიძლება სჭირდებოდა ადამიანური რესურსი, სჭირდებოდა, რა ვიცი, ჯგუფები, ანალიზი რაღაცისთვის, კვლევა, მე იმისათვის რომ სადღაც ბაზარზე შესულიყო ჯერ კვლევა უნდა ჩაეტარებინა, მე ამ ყველაფერზე რაღაც ჯგუფებთან უნდა ემუშავა. ამ ყველაფერს ეხლა მაგალითად ხელოვნური ინტელექტი იმდენად გიმარტივებს, რომ შეიძლება ერთმა ადამიანმა ეხლა ამ ეტაპზე რასაც ადრე მაგალითად 10 ადამიანი სჭირდებოდა 15 ადამიანი, ერთმა ადამიანმა თუ ძალიან მარტივად გაიგებს, კარგად გაიგებს, პროფესიონალი გახდება, შექმნას ერთი ადამიანი წარმოადგენდეს მთელ თან სწრაფად და ზუსტად მთელ ბიზნესს, იმიტომ რომ ჩათვალე რომ ესენი მაგალითად AI აგენტები ვახსენე, არიან შენი ციფრული თანამშრომლები ამ ეტაპზე და შენ ერთმა ტვინმა მართო აი რაღაცა ძალიან კარგი დიდი ნორმალური კორპორაცია. მოკლედ, ამიტომ ხელოვნური ინტელექტი ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოდული, ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ჯგუფებზე, ანუ ბიზნესებზე, მხოლოდ ამ კომპანიებზე, ეს არის თითოეულ ადამიანზე მორგებული. უпростоროდ თითოეულ ადამიანს სჭირდება და თითოეული ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ადრე თუ გვიან ამის გარეშე ვეღარ იარსებებს, აი ვერცერთ სფეროში ვერ იქნება, უბრალოდ ვეღარ იარსებებს, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა ძალით წაართმევს და წაგლეჯავს. უბრალოდ ესეთი სამყარო იქნება, სადაც როგორც მაგალითად ადრე ძველ პერიოდში მაგალითად წერა-კითხვის უწოდებენ, მაგალითად ეხლა როგორც აი წერა-კითხვის უწოდებენ არის ადამიანი ვერსად ვეღარ მოხდება, ისე ვეღარ იქნები, ისე ვერ შეიძლება რაღაცა ნავიგაციას თუ ამ სფეროებში ჯერ ერთი შენ თვითონ არის სწავლი და მეორე შენ თვითონ თუ არ დანერგავ ამ ყველაფერს შენს ორგანიზაციაში, შენს კომპანიაში, შენს ბიზნესში, შენს, რა ვიცი, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებაში თუ ასე შემდეგ. გასაგებია. და ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ, როგორც პრეზენტაციაზე გაჟღერდა, მზადდება სპეციალური პლატფორმა Technopark-G და როგორც ვიცით, იქ გამოქვეყნდება უკვე კურსები. როდიდან გეგმავთ ამ ვებგვერდის ჩაშვებას და როდიდან უნდა ელოდოს მაყურებელი აი სპეციალური მიმართულებების კონკურსი იქნება ეს თუ აპლიკაციების შეჭრა. ახალი წლიდან ვაპირებთ ვებგვერდის ჩაშვებას და გარდა იმ ხუთ განზომილებიანი ეკოსისტემის, რაც წეღან ვახსენე, რომელიც მოიცავს განათლებას, AI ავტომატიზაციას, PR-ს, production-ს და კიბერუსაფრთხოებას, გარდა ამ ეკოსისტემის ჩვენ გვექნება რაღაცა სიურპრიზებიც ასევე, რომელზეც ახლა მუშაობთ ჩვენს გუნდთან ერთად. განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, განათლების კომპონენტში, განათლებაც ასევე მინდა ვთქვა აქვე, რომ გვექნება სამი ფორმით. ჩვენ ვეცადეთ, რომ ყოფილიყავით მაქსიმალურად მოქნილები, რადგან ეს სფერო, რადგან ესეთი საინტერესო სფეროა და ადამიანებს ჭირდებათ სწავლა და ასწავლა განათლება, ჩვენ ვეცადეთ, რომ გარდა ფიზიკური სივრცის, ფიზიკური კურსების, რაც აქ ადგილზე გვექნება, ჩვენ ასევე გვექნება ონლაინ კურსები და ჩვენ ასევე გვექნება კორპორაციული შეთავაზებები სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც გვექნება უშუალოდ იმ კომპანიაზე მორგებული, რაც იმ კომპანიას სჭირდება ზრდისთვის და განვითარებისთვის. ამიტომ განათლებაც სამი ფორმით გვექნება, თუმცა კიდევ გვაქვს რაღაცა ძალიან საინტერესო ინიციატივები, შიგნით ამაზე ვმუშაობთ და ამაზეც ახალი წლიდან ძალიან კარგ რაღაცებს ვპირდებით მოქალაქეებს, საზოგადოებას, ბიზნესებს და ეს თემაც ძალიან კარგად გაიშლება.
და რომ განმარტოთ ასევე სწავლების მეთოდი ფიზიკურის გარდა, როგორც ვახსენეთ, არის ონლაინ სწავლებაც და მოქალაქეებს, ვისაც მაგალითად დრო არ ექნება აქ რომ ან ვიღაცა მაგალითად აქ არის საშუალება აქვს რომ ონლაინ ისწავლოს. თუნდაც ვიღაც მაგალითად ვიღაცა მაგალითად ვერ შეძლო აქ დასწრება, ან ვიღაცა იმიგრაციაში და უნდა რომ სწრაფად გაიაროს და რაღაცა სპეციალიზაცია შეიძინოს, თუნდაც მაგალითად როგორ შექმნას თავისი პირველი AI აგენტი, რომელიც იქნება მისი ციფრული თანამშრომელი და დაეხმარება რაღაცა მიმართულებით. მაგალითად, რა ვიცი, მილიონი მიზეზია იმისაც, რომ შეიძლება ადამიანი ფიზიკურ სივრცეში ვერ დაესწროს. და მისთვის სასურველ დროს ჩართოს და ისწავლოს. კი, მისთვის სასურველ დროს ჩართოს, ისწავლოს, ეს იქნება მათზე მორგებული ონლაინ გაკვეთილები, ასე ვთქვათ. და ეს კორპორაციული შეთავაზებებიც ვახსენეთ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, ძალიან საინტერესო ინიციატივები გვაქვს, რომელსაც ამ ეტაპზე არ გავაჭრერებ და ალბათ ეს ინიციატივები სადღაც ახალი წლებიდან გაჭრდება ჩვენი მხრიდან, რაც იქნება მე ვთვლი ამ ყველაფრის კარგი შემკვრელი ამ მიმართულებით. გვაქვს ძალიან კარგი მიზნები და დაინტერესებაც რა თქმა უნდა არის. ცხადია, ძალიან დიდი დაინტერესებაა და ვფიქრობ, რომ ბევრ საინტერესო ინოვაციას, სიახლეს, ბევრ საინტერესო ამბავს შემოვიტანთ, დავნერგავთ და აბსოლუტურად რევოლუციური ცვლილება იქნება რეგიონისთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყანაში აი ამ ჩვენი მიდგომით. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მხოლოდ რეგიონიდან არ ესწრებოდნენ ჩვენ შეხვედრას, როდესაც ტექნოპარკის პრეზენტაცია გაიმართა და ამ შეხვედრის შემდეგ დაინტერესება და კითხვები წამოვიდა რეგიონის ფარგლებ გარეთაც და იყო ასევე მზაობა და ინტერესი თუ როდის გამოცხადდება ეს კურსი და როგორ არის შესაძლებელი მაგალითად კომპანიებთან ამ ყველაფრის სერვისის მიწოდება. მადლობა ოთო და მაყურებელს მე ვეტყვი, რომ ჩვენი სიახლეები ჯერჯერობით Facebook გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რომლის QR კოდი არის ეკრანზე გამოსახული. და პერიოდულად ამ პოდკასტის სახით თქვენთვის საინტერესო შეკითხვებს შევეცდებით რომ ვუპასუხოთ, ასე რომ თვალი გვადევნეთ და წინ ძალიან საინტერესო სიახლეები გველოდება, რაც არ უნდა გამოგჩეთ.